გადაცემის სტუმარი გვანცა თოთაძე გვესაუბრება, რომელიც გახლავთ რიგდოკ ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელი. გვანცა, მოგესალმები. მოგესალმებით თქვენ, მოგესალმებით ტელეგობანა რიონის მაყურებელს და მადლობას გიხდით, რომ დღეს თქვენთან ვარ სტუმრად ამ თემაზე სასაუბრად. მოდი, პირველ რიგში, როგორ ხარ, გკითხავ. როგორ მიდის საქმეები, როგორ შენი პატარა მომიყევი, ვიდრე დავიწყებთ ამ თემის ირგვლივ საუბარს. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ამ ახალ ამპლუაში, როგორც დედის გადასახედიდან ვიხედები, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ისეთი მიმართულებით მუშაობა, რის გამოც დღეს თქვენ მე დამიძახეთ და მადლობა მოკითხვისთვის. და მოდი გადავიდეთ ახლა არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებით. რამდენად არის მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის არაფორმალური განათლება? რა ასაკიდან უნდა ვიზრუნოთ და ვიფიქროთ ჩვენ მშობლებმა, რომ აი სკოლის პარალელურად იქნებ სხვა მხრივაც გჭირდება დახმარება. პირველ რიგში მაინც მშობლებით დავიწყოთ, იმიტომ რომ შესაძლოა ბავშვი ჭირდებოდეს ამ მხრივ, ხო, დაუშვათ ჩართვა სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებთ მშობლები. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ყველანაირი მიდგომა არის ძალიან ინდივიდუალური. ახლა მე რასაც გავაჟღერებ და რა მიმართულებითაც ვისაუბრებ, ეს არის იმ პრაქტიკაზე დაყრდნობით, რასაც ჩვენ რიგდოკ ტრენინგ ცენტრში და მოსამზადებელ ცენტრში ვიყენებთ და ხედავთ და ვაკვირდებით და ვფიქრობთ, იმიტომ რომ ბავშვებს გარდა იმისა, რომ შედებათ გართობა, შედებათ განვითარებისთვის ძალიან დიდი დახმარება და სტიმულირება, რომ დაუმეგობრდეს როგორც ციგნეს, როგორც განათლებას შეუყვარდეს, სიყვარულით აკეთებდეს ამ ყველაფერს და მისთვის იყოს ეს ახალი თავგადასავალი და არა სტრესი. ბავშვის განვითარება იწყება შვილობიდან. შვილობიდან მოყოლებული მიმდინარეობს მისი განვითარება და შემდეგ უკვე წლიდან იწყება მეტყველება და აუცილებელი არის რომ სათანადო ყურადღება მივაქციოთ მისი მეტყველების სწორად სტარტოდ დაწყების კუთხით. მაგრამ რაც შეეხება შემდეგ უკვე აკადემიურ განათლებას, არაფორმალურ განათლებას და ასე შემდეგ 4 წლიდან აბსოლუტურად შესაძლებელი არის. ჩვენ მაგალითად 4 წლიდან ცენტრში უკვე 4 წლის ბავშვებს ვიღებთ 14 წლამდე მოსამზადებელ ცენტრში, სადაც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შეგვიძლია მივცეთ შესაძლებლობა ბავშვებს განვითარების და რატომ არის მნიშვნელოვანი, ხო? ბავშვების განვითარება, ეს არის ჩვენი მომავალი თაობა, რომელიც ქმნის მომავალს და შემდეგ მთელი სახელმწიფო და ქვეყანა და ჩვენი ბედი იქნება ამ მომავალ თაობაზე დამყარებული. ასე რომ აუცილებელია ბავშვებზე ვიზრუნოთ და არ ჩავთვალოთ მხოლოდ ის, რომ აი სკოლის წიგნი ან სკოლის განათლება არის საკმარისი და ამით უნდა მორჩეთ განსაკუთრებით დღეს, როდესაც სამყარო აბსოლუტურად შეცვლილია, მეტი კონკურენცია არის, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და დღეს უკვე 4-5 წლიდან მოყოლებული ბავშვები ფლობენ гаджеტებთან ურთიერთობის უნარებს, ფლობენ კომპიუტერთან ურთიერთობის უნარებს და ეს 4-5 წლის ბავშვები უკვე 10-12 წლის ასაკში და 14 წლის ასაკში საოცრად ფლობენ იმ ტექნიკას, რასაც დაუშვათ 40-45 წლის მამაკაცი თუ ქალი ეუფლება და ცდილობს ასე რომ ძალიან გაიზარდა კონკურენცია და აუცილებელია ბავშვს შევუწყოთ ხელი შვილობიდან მოყოლებული, პატარა ასაკიდან მოყოლებული მივაცეთ შესაძლებლობა და სოციალური უნარები, რომ შემდეგ უფრო თავდაჯერებულად ისწავლოს, თავდაჯერებულად იცხოვროს და თავდაჯერებულად განვითარდეს. კი ბატონო. აი, თავდაჯერებასთან დაკავშირებით ამახვილებს შენ ახლა ყურადღებას. რამდენად აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მოზარდისა და ბავშვისთვის იმას, რომ იყოს თავდაჯერებული, გამოთქვას თავისი აზრი, პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და თავისუფლად აზროვნების უნარი. რასაც ალბათ უნარი, აზროვნების უნარი, გადმოცემის უნარი და დღეს პრაქტიკა გვაჩვენებს ზუსტად იმიტომ რომ ცხოვრობთ ამ гаджеტების სამყაროში და ტელეფონთან არის კონტაქტი ბავშვის ძალიან მაღალ დონეზე, ან საშუალო დონეზე, მოკლედ ძალიან დიდ გავლენას ახდენს ეს гаджеტი ბავშვზე. ძალიან უჭირს ჩვენი ცენტრის დაკვირვები, ძალიან უჭირს ბავშვს მეტყველება, აზრის გადმოცემა, წინადადების აგება, ხრობა, სწორად ასე ვთქვათ, მისი აზრის დალაგება, თავდაჯერებულად საუბარი, კომპლექსების გარეშე. აი ეს უნარები, რომელიც ამ მანკიერი რაღაცა პირობების თანხმედრი არის, რასაც ტელეფონი, ტელევიზორი, მიჯაჭვულობა ქვია, არის ძალიან გამოწვევა დღეს ყველასთვის. ასე რომ აუცილებელი არის ბავშვმა 4-3 წლის ასაკში უკვე დაიწყოს თავდაჯერებულად
თავდაჯერებულად საუბარი, მაგრამ ეს თავდაჯერებული საუბარი მოდის ზუსტად მშობლის მხრიდან სტიმულირებით, ანუ მშობელმა უნდა მისცეს შვილს იმის შესაძლებლობა, რომ პარალელურად იმ ესე ვთქვათ თანამედროვე ცხოვრების საშუალებების პარალელურად მისცეს ასევე თანამედროვე მეთოდებით, ანუ არაფორმალური განათლების მეთოდებით ის უნარჩვევები, რაც ბავშვს დაეხმარება, რომ სწორად ისაუბროს, გამართულად ისაუბროს, პაუზები არ ქონდეს, ზედმეტად არ ფიქრობდეს სიტყვის წარმოთქმის დროს, არ დაიმორცხოს და სიმორცხვე არ ქონდეს, ანუ აზრის გამოთქმის შეზღუდვა არ ქონდეს. ადამიან ბავშვს რო კითხვას დაუსვამ, მას უნდა ქონდეს შესაძლებლობა ხარტად გიპასუხოს პასუხი და იმდენად, ესე ვთქვათ, ბავშვის გონება იმდენად მრავლის მომცველია და ძალიან ესეთი ინფორმაციის შესრუტვა შეუძლია და წარმოსახვის უნარი იმდენად დიდი უნდა ქონდეს, ერთ პატარა რაღაცა ნივთზე ბავშვს უნდა შეეძლოს, რომ მთელი ზღაპარი მოგიყვეს თავისი წარმოსახვით. ასე რომ მე პირადად რეკომენდაციას გავუწევ ყველა მშობელს, თუ თქვენი შვილი ან მცირე ენაბორძიკით, ან მცირე პაუზებით საუბრობს, ან რაღაცა კონკრეტულ ნივთზე, 2-3 წინადადებაზე მეტ ამბავს ვერ გითხზავს და ვერ გეუბნება, მაშინ საჭირო არის, რომ ბავშვს წარმოსახვის უნარი გავიუმჯობესოთ, თხრობის უნარი მივცეთ და ამისთვის აუცილებელი არის რაღაცა წამახალისებელი ბიძგი გავუკეთოთ მის განათლებაში და ან სახლის დონეზე, სასახლის პირობებში, ან ცენტრების დონეზე, ან პედაგოგების დონეზე და დღეს ძალიან მრავალფეროვანი არის სივრცე, ძალიან ბევრი შეთავაზებები არსებობს ამ განათლების ეგრეთ წოდებულ ბაზარზე და უბრალოდ მივაქციოთ ბავშვს იმდენად ყურადღება, რომ სწორად განმოვითაროთ მისი უნარები. რა პერიოდი ჭირდება გვანცა ამა თუ იმ უნარის განვითარებას? რა დროს მოიცავს ზოგადად? ეს ჩვენ ასაკობრივად უკვე ვისაუბრეთ და გაამახვილეთ თქვენ ყურადღება, მაგრამ გაუჩნდება ალბათ მშობლებს კითხვა, რომ დაუშვათ ეს თვიანი, 2 თვიანი წლები თუ რა დროს ჭირდება? ძალიან ინდივიდუალურია. ეს არის ბავშვის სისხარტეზე, ახმის უნარზე, გახსნილობაზე, მიმღებლობაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე, ემოციურ დონეზე დამოკიდებული, თუმცა აბსოლუტურად ყველა უნარს, რომელიც გსურთ, რომ გამოიმუშაოს თქვენმა შვილმა, გააჩნია თავისთავად ლიმიტები მომზადების კუთხით, ხო? პირადად ხა ჩვენი მაგალითით თუ ვისაუბროთ, მაგალითად ჩვენ გვაქვს ესეთი პროგრამა ჩვენს მოსამზადებელ ცენტრში ინგლისური პატარებისთვის, ხო? სადაც 6, 7, 8, 9, 10, 11, 12 წლის ბავშვებისთვის ვაკეთებთ არაფორმალური, ანუ რას ნიშნავს არაფორმალური? ხატვის, ძერწვის, გაფერადების, დაჭრის, გამოჭრის, რაღაცა ვიდეო გაკვეთილების, სიმღერების მეშვეობით ვცდილობთ მივაწოდოთ ბავშვებს ინგლისური ენის შესახებ ინფორმაცია, ანუ ვასწავლოთ სხვადასხვა სიტყვები, რაც იცოდოს, გაიღრმავოს ცოდნა ინგლისურ ენაში და როდესაც ერთი გაკვეთილი, ანუ საათნახევრიანი გაკვეთილი მორჩება, იმ გაკვეთილზე შეტანილი პროგრამა, რასაც მოიცავდა, უკვე ის ბავშვი ამ ინფორმაციას უნდა ფლობდეს. და ფლობს კიდევაც, ანუ ამას ვაძლევთ, რომ დღეს თუ საუბრობთ მაგალითად ოჯახის წევრებზე, როგორ არის დედა, მამა და ძმა ინგლისურად, 1 საათისა და 30 წუთის განმავლობაში ყველა აქტივობა გათვლილი არის ისე, რომ ბავშვმა საათნახევრის შემდეგ უკვე იცოდეს თავისუფლად, თავდაჯერებულად ეს სიტყვები. ასე რომ ეს სწავლის პროცესი არის მუდმივი. ყველა ასაკში ჭირდება ადამიანის განვითარება, არა მარტო ბავშვობაში, არამედ ზრდასრულ ასაკში. ყოველთვის არის საჭირო, რომ ცოდნის კარი იყოს ღია, მიმღებლობა ჰქონდეს სწავლისა და განათლების მიმართ, ნებისმიერ ასაკში, ჩემს ასაკში თუ 60 წლის ასაკში თუ 90 წლის ასაკში უკეთესი. თუ ენების შესწავლას დავიწყებთ უფრო ასაკში მყოფი პირები, მეხსიერებასთან ნაკლები პრობლემები გვექნება და ასე შემდეგ. ასე რომ რაც შეეხება ამ კონკრეტულ უნარების გამომუშავებას, თავისთავად არის ლიმიტები პროგრამებში, მაგრამ ეს შესაძლებელია მშობელმა აწაროს წლობით. ახლა მაგალითად ალაპარაკდი ინგლისურად პატარებისთვის, რაც გვაქვს, არის 3 თვიანი ამ საზაფხულო კურსზე 14-18 წლის ბავშვებისთვის, ასევე მაგალითად ინგლისურ ენაზე, რაც დღეს პრობლემა არის, ბავშვების უმრავლესობა ფლობენ ინგლისურ სიტყვებს, ანუ
იციან სიტყვები, მაგრამ წინადადებას ვერ აგებენ, ან შეიძლება ფიქრობენ გონებაში როგორ უნდა თქვან ეს წინადადება, მაგრამ გამოთქმა უჭირთ და სხვენიათ და პრაქტიკა არ აქვს, ასე რომ ეს კიდევ ცალკე გამოწვევა არის ჩვენ ასეთი ბავშვებისთვისაც გვაქვს გადასარევი კურსი, გადასარევი და პროფესიონალი პედაგოგის მიმართულებით, სადაც 14-15 წლის ბავშვს ამ ზაფხულში თუ ვინმეს დაინტერესებს, შეუძლია მოვიდეს ამ ზაფხულში ნაყოფიერად ისწავლიან ინგლისურ ენას, თავისუფლად დაიწყებენ საუბარს, ამის გარანტიას ეხა ესე რომ ვთქვა, შეიძლება ვერ მივცეთ, მაგრამ 10-დან 9 შემთხვევაში ეგრე ხდება, რომ გამართლებული არის ის მეთოდი, რა მეთოდითაც ჩვენ ვუდგებით ამ პროცესს. ასე რომ აი, გვანცა ზაფხულის პერიოდი ახსენე ახლა და აი დაუშვათ ინგლისურის შესწავლა იქნება თუ სხვა უნარი ენის გარდა, ანუ ცხენის გარდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია მოსწავლეებისთვის, ბავშვებისთვის, რომლებიც მთელი წლის მანძილზე აკადემიურ დონეზე სწავლობდნენ, მეცადინეობდნენ, ეს გარკვეულწილად სტრესულიც არის, ვიცით. აი, თქვენ რას დაუშვათ განსხვავებულად როგორც თავაზობთ, რომ თუნდაც ეს დაღლა ისევ არ ეტყობოდეს, ხო, ბავშვს, იმიტომ რომ საგაკვეთილო პროცესის შემდეგში გაკვეთილების მომზადება ვიცით გარკვეულ დროს მოითხოვს. ზაფხულში თან უნდა დაისვენოს საზაფხულო პერიოდი რეალურად არის ბავშვის დასვენებისთვის, თავგადასავლებისთვის, აღმოჩენებისთვის, საინტერესო საკითხების შემეცნებისთვის და ასე შემდეგ, ასე რომ ჩვენი ცენტრი, რიგდოგ ცენტრი ვცდილობთ არა აბსოლუტურად ყველა პროგრამა გვაქვს გათვლილი ამ საზაფხულოდ სწორედ ამ მიმართულებით, რომ ბავშვმა თან ითამაშოს, ამ თამაშით ისწავლოს, განვითარდეს, თვალსაწიერი გაიფართოოს, რაღაცა წარმოსახვის უნარი გაამდიდროს, თხრობის უნარი შეისწავლოს, მარტივად რო ვთქვათ, რაღაცა კონკრეტული ცოდნა მიიღოს. ამ ეტაპზე ამ საზაფხულო სკოლაში, რაც ჩვენ გვაქვს აკადემიური მიმართულებით არ ვმუშაობთ, მუშაობთ მხოლოდ ამ არაფორმალური მიმართულებით, რაც უბრალოდ ამას მოიცავს, რომ ამ ზაფხულში, როდესაც ბავშვები უკვე სკოლისგან თავისუფლები არიან და უხარიათ დასვენების ამბები, ჩვენ შევთავაზოთ სივრცე, ძალიან ფერადი, ბავშვზე გათვლილი, თავისი რაღაცა სიმწვანეებით, სათამაშოებით, ამის პარალელურად რაღაცა ძერწვით, ხატვით, ცეკვით, თამაშით, გაფერადებებით, რაღაცა ქვიშაზე ხატვით და ასე შემდეგ, ამ მეთოდების გამოყენებით თან შევასწავლოთ რაღაცა სიახლე, ახალ-ახალი სიტყვები, ანუ რეალურად საათნახევრის თუ 2 საათის თუ 3 საათის განმავლობაში რა პროგრამები ჩვენ გვაქვს, დრო ისე სწრაფად გადის, ბავშვი ვერ ასწრებს რეალურად დაღლას, ვერ ასწრებს რაღაცა მოწყენას და ვერ ასწრებს გადაღლას იმ კუთხით, რომ რაღაცა გაკვეთილის მსგავსი შთაბეჭდილება დარჩეს, არა. პირიქით. აი, რა განსხვავებაა ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის? განსხვავება არის ეს, ფორმალური განათლება, აკადემიური სწავლა, სკოლაში, სადაც მერხსად ზიხარ, ხელს წევ, გაკვეთილს გამეცადინებენ, დავალებებს გატნევენ სახლში, შემდეგ ზიხარ, ეს არის რუტინა, რომელიც მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში. არაფორმალური განათლება არის თამაშით სწავლის შეძენაზე, უნარების გამომაშავებაზე ორიენტირებული. ანუ მარტივად რომ ვთქვა, დღეს თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მოდი უნდა დავხატოთ ახლა ჩვენ რაღაცა ოჯახური იდილია, ამ ოჯახური იდილის ხატვის დროს ჩვენ ბევრ უნარს გამოვიმუშავებთ, კომუნიკაციის უნარს, მათ შორის ფერთა გამოსახქმის, წარმოსახვის უნარს, ხატვის უნარს და ასე შემდეგ. ესე იგი, სრულ თავისუფლებას ვაძლევთ ბავშვებს და არაფორმალური განათლება გულისხმობს იმას, რომ ჩვენი განმოსახედიდან, რომ სახლში გაკვეთილების მომზადება მას არ უწევს. მას არ უწევს მერხთანიშნულობა შებოჭვა, ის თავისუფლად გადაადგილდება, თავისუფლად მოძრაობს, ის სივრცეში გრძნობს თავს, არა პაწაწუნა, რაღაცა პატარა ბავშვად, არამედ ის გრძნობს თავს დამოუკიდებელ ადამიანად, რომელსაც გააჩნია მისი მოსაზრება, ის თავისუფლად შეუძლია ადგეს, გადაადგილდეს, გაქცეს პასუხი, ვინმე არ შეაწყვეტინებს, რომ ხა შენი ჯოდრო არ არის და შეჩერდი და ასე შემდეგ. არა. რაღაცა თანასწორ უფლებიანები ვართ, თანასწორ რაღაცა პლატფორმაზე ვდგავართ, იქ მეც და 3 წელს თუ 5 წელს თუ
7 წლის ბავშვი უკვე თანაბრები ვართ და მისი პიროვნების ახმა ხდება და ეს არის პიროვნება იმ მომენტში არაფორმალური განათლების მიმართულებით აკადემიურთან არანაირი შეხება არ აქვს და ეს ბავშვი უკვე თავისუფლად უნდა ცდილობდეს ამ ინფორმაციის მიწოდებას და ყველაზე რთული საკითხი რაც შეიძლება ბავშვმა ისწავლოს იმდენად მარტივად უნდა იქნეს მისთვის მიწოდებული რომ ბავშვმა არც აგრესია გამოხატოს და ვერც გაანალიზოს რომ რა რთული რაღაცა ვასწავლეთ ამ პროცესში რა რთულად ჟღერდა მაგრამ რა მარტივად გამოვიდა ასე რომ არაფორმალური განათლება არის კარგი შესაძლებლობა ყველანაირი უნარი სოციალური უნარი რაც არის საჭირო ბავშვმა გამოიმუშაოს რაც სჭირდება სკოლაში სჭირდება უნივერსიტეტში სჭირდება სამსახურში მის კარიერაში ცხოვრებაში ოჯახის შექმნაში თუ მართვაში და ასე შემდეგ ასე რომ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი თუ გვინდა რომ ვიყოთ და ჩვენმა შვილებმა იზრუნონ ოჯახზეც, მეგობარზეც, ქალაქზეც, ქვეყანაზეც და სოციუმზეც და ასე შემდეგ აუცილებელია ეს უნარები მივცეთ და გავაფართოვოთ მისი თვალსაჩინარი. კი ბატონო. და აი თვალსაჩინარის გაფართოება ბუნებრივია არის ძალიან საჭირო და აუცილებელი. ახლა მაინტერესებს შენი დაკვირვება. აი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რა შედეგამდე გახვედი? სიტუაციურად აი რა სიტუაცია იყო იქამდე დაუშვათ ვიდრე კონკრეტულ ბავშვებს და მოზარდებს შეასწავლიდი დაეხმარებოდი მათ არაფორმალური განათლების მიღებაში და რამდენიმე თვის შემდეგ რა შედეგი მიიღე? მე შემიძლია უბრალოდ ეს მათემატიკურად რიცხვებით გავზომო თუ ყავდა პირობითად ალაპარაკე ბავშვი, პატარა ბავშვებისთვის ალაპარაკო ინგლისური თუ გქონდა 6-12 წლის მოზარდებისთვის და თავიდან იყო ერთი ჯგუფი, ეხლა 3 ჯგუფი გვყავს. მაგალითად, რაღაცა კონკრეტულად ერთი მიმართულებით მოსამზადებელი პერიოდი სკოლისთვის, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ასევე ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ მოემზადოს სკოლისთვის და თუ თავიდან რაღაცა იყო 3-4 ბავშვი, ეხლა 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი არის და ასე შემდეგ, ასე რომ ის შედეგებიც ამ დროის განმავლობაში დაიდო ფაქტი არის რომ მშობლებზე კარგად მუშაობს და ეს გადაცემითია და იმ მშობელმა რეკომენდაცია გაგვიწია სხვა მშობელთან და შესაბამისად ასე დაკომპლექტდა ჯგუფები. მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და აი ხა რადგან საუბრობთ ამ ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით უშუალოდ ჩემი ცენტრი რა მიმართულებით ამ ეტაპზე მუშაობს ზაფხული არის ივნისში უკვე პირველ კლასელებმა დაასრულეს სკოლა ივნისი თავისუფალი აქვთ ივნისის 15-ისთვის შუა რიცხვებში უკვე მორჩება მეორე კლასელები და სხვების სწავლას და მოკლედ ივნისი არის აბსოლუტურად თავისუფალი ერთი რეკომენდაცია რომ მიუხედავად იმისა რომ ბავშვები უნდა ისვენებდნენ ზაფხულის განმავლობაში ეს არ ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით რომ არაფერი არ აკეთოს ბავშვმა გარდა რაღაცა ფეხბურთის თამაშისა ან ტელევიზორის ყურებისა ან თოჯინებთან თამაშისა არ შეიძლება 3 თვე არის ძალიან დიდი ფანჯარა იმისთვის რომ ბავშვი აბსოლუტურად მოწყდეს სწავლას 3 თვის განმავლობაში ბავშვი უნდა იყოს დაკავებული შემეცნებითი ღონისძიებებით ასე რომ ზაფხულის განმავლობაში ჩემი რეკომენდაცია როგორც ტრენინგ ცენტრის ხელმძღვანელის არის ის რომ რაღაცით უნდა დავტვირთოთ ბავშვი შემოქმედებითად რაღაცის წრეზე უნდა მივიყვანოთ რაღაცით უნდა დავაინტერესოთ ეს შეიძლება არ იყოს რაღაცა არაფორმალური განათლება მაგრამ იყოს ცეკვის წრე იყოს ხატვის წრე იყოს ნებისმიერი მეტყველების წრე და ასე ბალეტის წრე და ასე შემდეგ აუცილებელი არის 3 თვის განმავლობაში ბავშვს მივაწოდოთ როგორც საკვები ჭირდება ადამიანს ასევე ჭირდება ეს საკვები ბავშვის გონებას თუ 3 თვის განმავლობაში ამ საკვებს არ მივაწოდებთ ბავშვის გონებას ის სექტემბრიდან ვერ შეუდგება სასწავლო პროცესს და რაც მთავარია ეს ამხელა დასვენება ბავშვს დააშორებს სწავლის სიყვარულისგან. ასე რომ აუცილებელი არის ზაფხული დატვირთულად გქონდეს და აი ზუსტად ჩვენი ცენტრი ამ მიმართულებით ახლა ძალიან ბევრ პროგრამას ვუშვებთ, მაგრამ ამ ეტაპზე რაც გვაქვს ჩაშვებული და მხოლოდ იმას ვიტყვი, ზუსტად ეს არის პატარებისთვის ინგლისური, სადაც 5-6-7 წლისთვის, ასევე არის მოზარდებისთვის 14-18 წლის მოზარდებისთვის, ოღონდ ალაპარაკდ ინგლისურად, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა გქონდეს საბაზისო ინგლისური ცოდნა, ანუ სიტყვებს უნდა ფლობდეს, უბრალოდ უჭერს საუბარი და პრაქტიკა ჭირდება და ჩვენ ამ პრაქტიკას ვაძლევთ.
სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სკოლა, რაც იმას გულისხმობს, რომ ვინც წელს შედის სკოლაში და სურს, რომ მისი შვილი მეტი თავდაჯერებული შევიდეს სკოლაში და საგნები უყვარდეს და იცნობდეს, მათთვის სკოლაში წერას, კითხვას ვასწავლით, თვლას ვასწავლით, მაგრამ ამის გარდა ვასწავლით მერხთან ურთიერთობას, პედაგოგთან ურთიერთობას, ბავშვებთან ურთიერთობას, ახალ სამყაროსთან, გაცნობის ურთიერთობას, რომ იყოს თავდაჯერებული და ასე შემდეგ, ხო? აი ეს პლუს ამას 4-7 წლის მოზარდებისთვის გვაქვს ასეთი შემოქმედებითი კურსი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაჯერებულ მეტყველება, შემოქმედებითი აზროვნება, მხატვრული კითხვა, თხრობის უნარი, ეს გერების კორექციის ოქრო შუალედი არის ზუსტად 4-7 წლის. გერების კორექციას, ასაც ვეძახით, აუცილებლად გამართულად მეტყველებდეს თავდაჯერებულად, სრულყოფილად, წარმატებულად, აზრი გადმოსცეს სრულყოფილად, ეს არის ზუსტად 4-7 წლის შუალედი, როდესაც ოქროს შუალედია და ბავშვმა უნდა ისწავლოს ამ შუალედში თავისუფალი აზროვნებაც, შემოქმედებითი აზროვნებაც, კრიტიკული აზროვნებაც, თხრობის უნარიც უნდა ქონდეს უკვე, ასე რომ მათთვისაც გვაქვს ამ ზაფხულში საინტერესო კურსი, ეს არის ივლისის განმავლობაში, ასე რომ ჩვენს გარდა ძალიან ბევრი ცენტრები არსებობს კიდევ ქუთაისში. მთავარი არის, რომ მშობლებს ქონდეთ იმის რაღაცა მოტივაცია, რომ და პლუს ამას აბსოლუტურად უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ ზაფხული მხოლოდ დასვენება არ არის. და თუ არ გვინდა რომ ჩვენი შვილის გონება გაზარმაცდეს, თუ არ გვინდა რომ სწავლასთან დაშორდეს, სიყვარული შეუნელდეს და სექტემბრისთვის მით უმეტეს მზად ყოფნაში მოვიდეს, ამისთვის არ მოვიდეს, ამისთვის აუცილებელი არის რომ თლიანი ზაფხული არ დავასვენოთ. აგვისტოში უფრო მეტად შეგვიძლია დასვენება მისცეს. და ერთი თუ საკმარისია ალბათ, ხო? აი ამ პერიოდშიც ისვენებენ რეალურად. ნახე, ბავშვი მოდის ჩვენთან ცენტრში, სიფარადე ხდება, ბავშვები ხდება, თამაშობს, ერთობა, თან რაღაცა ახალიც ისწავლა, დატვირთულიც არის, ბედნიერიც არის. თავარი არის, რომ ბავშვი იყოს ბედნიერი. ბედნიერებით თამაშობდეს, აბედნიერებდეს ეს თამაში, ეს სწავლა აბედნიერებდეს და თუ ეს ყველაფერი ბავშვს აბედნიერებს, ესე იგი ძალიან სწორი გზითაც მივდივართ. მადლობა გვანცა სტუმრობისთვის, ასეთი საინტერესო საუბრისთვის, რა თქმა უნდა, მინდა გისურვოთ წარმატებები. ჩვენ ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ და გავიგეთ ახლა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ზაფხულის პერიოდში მოზარდებმა თან დაისვენონ, თან არაფორმალური განათლებით დაეტვირთონ და მიიღონ მეტი შემეცნება, განათლება და უნარი, ის უნარები, რაც შემდგომ მათ როგორც სკოლაში გამოადგებათ, ასევე ადამიანებთან ურთიერთობებში და გარშემო ბუნებრივია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. წინ არის 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ამიტომ ვულოცავ აბსოლუტურად ყველას. გვახსოვდეს, რომ ეს დღე არ არის მხოლოდ გართობის, ეს არის ბავშვების დაცვის, მათი განვითარების, ხელშეწყობის დღე, ასე რომ მივცეთ ბავშვებს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო კარგები, უფრო თავდაჯერებულები, უფრო უნარიანები და უფრო მეტად განვითარებულები იყვნენ. ესენი ჩვენი მომავალი არის და ასე რომ ბედნიერება, სილაღეს, სიფერადეს უსურვებ ამ განვითარებასთან ერთად. მადლობა გვანცა. ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დრო დადგა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით და გავაგრძელებთ.